ერთსულოვანია სრულიად ყველა ჯგუფი იმაში, რომ სასამართლოში საქმეები ჭიანურდება. საქმე ისეთ დროში უნდა იყოს განხილული, რომ საერთოდ აზრს არ უნდა კარგავდეს მისი განხილვა. არა მხოლოდ ეხლა, ალბათ ბოლო საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არასდროს სასამართლოს ეს ვადა საქმის განსახილველად, მე რაც ვიცი, ყოველ შემთხვევაში არ დაუცავს. მოსახლეთა რაოდენობა საქართველოში მცირეა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ არის საქმის გაჭიანურების გამომწვევი უშუალო მიზეზი. სამართლეზე მოსული საქმეთა რაოდენობა მისი ნორმალური და ეფექტიანი განაწილების პირობებში არ არის დაუშვათ უფრო მეტი, ვიდრე პირობითად სლოვაკეთში, პოლონეთში და ასე შემდეგ. ყველაზე მეტად ალბათ გამოვყოფდი, ეს არის მენეჯმენტის არაეფექტურობა, ანუ საქმეთა ნაკადის მართვა. ცენტრალიზებულ დონეზე, როგორც სასამართლოს მიერ სისტემური მართვა და აქეთკენ გადადგმული ნაბიჯები, ეს მექანიზმი არის სამწუხაროდ მოშლილი. მოსამართლეს უნდა შეექმნას დამხმარე მექანიზმები. არ უნდა გააჩნდეს მას აპარატის ნაკლებობა, მაგალითად თანამშრომლები, ვინც მოსამართლეს ეხმარებიან. რესურსები ტექნოლოგიური, რაც დღეს ხელმისაწვდომია, არ არის სრულად გამოყენებული და დანერგილი. მაგალითად, საქმეთა განაწილების სისტემა, საქმეთა წარმოების ელექტრონული სისტემა, მხარეებთან კომუნიკაციის წესი, რომელიც ართულებს ხო აჭიანურებს საქმეთა განხილვას. ის რომ ევროკავშირში თქვათ საქმეების რაოდენობა თვითონ არის რა გარკვეულწილად დაბალანსებული, ეს ბევრი რამით არის გამოწვეული. იმიტომ რომ იქ არის საკმაოდ ეფექტურად და მაღალ დონეზე განვითარებული ალტერნატიული საშუალებები დავის გადაწყვეტის განსაკუთრებით ბიზნესის მიმართულებით. ძალიან მაგრად მუშაობს არბიტრაჟი, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო. და სასამართლოში რაც მიდის ეს кейსების რაოდენობა, უკვე ასე ვთქვათ, მართვადია. შევადარეთ სიტუაცია დეპარტამენტის შექმნამდე და დეპარტამენტის შექმნის შემდეგ. ზოგ შემთხვევაში გაუარესებული შედეგებიც გვაქვს. არ მეგულება ალბათ რაღაც ჯგუფი, რომელზეც ეს არ იქონიებს გავლენას. არასაპატიმრო შემთხვევებში, როდესაც ადამიანი გარეთ არის და ელოდება განაჩენს რაღაც თავისი გაურკვევლობის და განუსაზღვრელობის პრობლემას უქმნის. შეიძლება გამოვყოთ კიდევ ქალები აუცილებლად, იმიტომ რომ ეს არის შემთხვევები, როდესაც დედები ელოდებიან შვილის საარსებო შემწეობას იმაზე მეტი ვადით, ვიდრე ეს დასაშვებია, მიუხედავად იმისა, რომ სწრაფად უნდა იქნეს განხილული. რადგან საქმეების გატარება არ გამოდის, ამ გვირაბში შესვლა მაინც და მაინც კომფორტული არ არის.